მოგესალმებით, მე ვარ ეკა კვაჭანტირაძე და წარმოგიდგენთ ლექციათა კურსს ქართული და ევროპული იდენტობა ისტორიულ რეტროსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის მე-12 საუკუნის აღორძინება. დღევანდელი ჩვენი ლექცია ეხება ქრისტიანული ევროპის და ქრისტიანული საქართველოს სხვადასხვაგვარ პოზიციას აღიარებული რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ეს არის პერიოდი ქრისტიანული შეხედულების ცვლილებებისა ევროპაში და ქრისტიანული ღირებულებების გამტკიცებისა საქართველოში. მსოფლიოს ახალი სერიოზული დამპყრობელი გამოუჩნდა სელჯუკების სახით. უზარმაზარი სივრცე დუნაიდან მონღოლეთამდე უძველესი დროიდან იყო თურქული მომთაბარე ტომებით დასახლებული. მე-10 საუკუნიდან ეს ტომები ხდებიან ისლამის მიმდევრები, რაც სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს უწყობს ხელს. ასე იქნება სელჯუქთა სახელმწიფო და მათი მეთაური თოღრულბეგი ბაღდადში შედის და სულთნის ტიტულს იღებს. ის რეზიდენციად ირანის უმნიშვნელოვანეს ქალაქს ისპაჰანს ირჩევს. მისმა მემკვიდრემ ალფარსლანმა კი 1071 წელს მანასკერთან ბიზანტია დაამარცხა, რითიც ფაქტობრივად დაანგრია ერთგვარად ბიზანტიის უძლეველობის მითი. მე-12 საუკუნიდან იწყება ევროპაში ეკლესიის და სახელმწიფოს დაცილების პროცესი. საქართველოში კი პირიქით, ეკლესია უახლოვდება სახელმწიფოს. მე-11 საუკუნის ბოლოს ევროპაში დაიწყო მოძრაობა, რომელიც ცნობილი არის გრიგორიანული რეფორმის სახელწოდებით, პაპის გრიგოლ მე-7-ის სახელის მიხედვით, რომელმაც შეცვალა ეკლესია და ქრისტიანული ევროპა. თავიდან რეფორმა აბსოლუტურად სხვა მიზანს ისახავდა და თავიდან რეფორმა იყო ჩაფიქრებული, როგორც ერთგვარი საშუალება ეკლესიის გათავისუფლებისა საერო ხელისუფლებისაგან, მათი ჩარევისაგან საეკლესიო საქმეებში. კერძოდ, მთავარი მიზანი და მისია იყო ის, რომ დაეცვათ ამ რეფორმით პაპის ტახტი გერმანიის იმპერატორის მოთხოვნებისაგან. რეფორმა დამთავრდა აბსოლუტურად სხვაგვარად, დამთავრდა არსებითი ცვლილებებით, რომლითაც გაიყო ღმერთი და კეისარი, პაპი და იმპერატორი. ეს გადაწყვეტილება მთლიანად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ქადაგებდა მართლმადიდებლობა ბიზანტიაში, სადაც კეისარი და პატრიარქი მმართველობდა ერთი სახით. მისგან განსხვავებით, დასავლური ქრისტიანობა გრიგორიანული რეფორმის შემდეგ განსაკუთრებით დეკლარირებდა საერო პირების ავტონომიას და მათი პასუხისმგებლობის საგანგებო სფეროებს. სწორედ ამის შედეგი იყო გვიანდელი რეფორმაცია ევროპაში, სადაც უფრო შორს წავიდნენ, სადაც ღმერთი აღარ დგას ადამიანზე მაღლა, სადაც ადამიანი ამბობს, რომ ის არის სამყაროში მთავარი. ამ პერიოდის ქრისტიანული ევროპის გარდაქმნას ამერიკელმა ისტორიკოსმა ჩარლს ჰასკინსმა მე-12 საუკუნის აღორძინება უწოდა. რატომ აღორძინება? ვითარდება ახალი კულტურა და რაც მთავარია ცვლილებებია ქრისტიანულ მენტალობაში. დასავლურ ქრისტიანობაში ქალის თემა აქტიურდება, რაც ღვთისმშობლის კულტის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული. აგრეთვე იცვლება ქრისტეზე შეხედულებები, როცა ქრისტე სიკვდილზე გამარჯვებული და ვიდრე აქამდე იყო, ხდება უკვე ქრისტე ტანჯული, ანუ ქრისტე ჯვარცმული. ამ პერიოდის ევროპაში მეტად გაიზარდა ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემა. თაყვანისცემა ღვთისმშობლისადმი ცხადია განსაკუთრებულია მართლმადიდებლობაშიც, მაგრამ კათოლიკურ ევროპაში ღვთისმშობელი სხვაგვარ, განსაკუთრებულ და უმაღლეს სტატუსს იძენს. ამიტომაც უწოდებენ კათოლიციზმს ღვთისმშობლის რელიგიას. ღვთისმშობელი თითქოს მაცხოვარს უტოლდება. მაგალითად, არნახული აღმავლობა იგრძნობა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში. ამ დროს იქმნება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ცნობილი საგალობელი ავე მარია, რომელიც თავისი მნიშვნელობით მამაო ჩვენოს გაუტოლეს. აღსანიშნავია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სრულიად შეცვლილი იკონოგრაფია. თუ კი რომაულ გამოსახულებებში, ანუ ადრეულ გამოსახულებებში, ღვთისმშობელი არის პირველ რიგში დედა, ანუ ამ იკონოგრაფიაში პირველ რიგში მისი დანახვისას წინ მოდის როგორც დედა, რომელსაც მუხლებზე უზის ყრმა, ან ხელთუპყრია ყრმა,
ამ პერიოდში დაიწყო მისადმი როგორც ქალისადმი დამოკიდებულების დაფიქსირება. ხოტბას ასხამენ მის ქალურ სილავაზეს. იქმნება პიეტა, წუხარე ღვთისმშობელი. ამ დროს იქმნება ევროპაში მისი სახელობის უამრავი ტაძარი. არა მარტო შენდება ახალი ტაძრები, არამედ ხშირად უკვე ცნობილი ტაძრებისათვის ხდებოდა სახელის გადარქმევა და მისთვის ღვთისმშობლის სახელის დარქმევა. მაგალითად, პარიზის ცნობილი ტაძარი ნოტრ-დამი თავდაპირველად მას სენტ-ეტიენი ერქვა, ანუ ის იყო წმინდა სტეფანეს ტაძარი, ძალიან ცნობილი, ძალიან საყვარელი ტაძარი მრევლისათვის. ამ დროს გადაარქვეს მას სახელი და ის გარდაიქმნა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრად. ამ პერიოდიდან ძლიერდება ტანჯვის თემა იესო ქრისტეს სახის ისტორიულ განვითარებაში. ის აქამდე ტრადიციულად იყო სიკვდილის დამარცხებელი, სიკვდილზე გამარჯვებელი. სიკვდილის დამარცხებლიდან ის იქცა ტანჯულად, ჯვარცმულად. ჯვარი მუდამ ქრისტიანობის სიმბოლო იყო, მაგრამ მხოლოდ ამ პერიოდიდან ჩნდება ჯვარცმის გამოსახულება იკონოგრაფიაში, რაც ვფიქრობთ, ქრისტეს მძლეველიდან ჯვარცმულად წარმოჩენის ასპექტს უკავშირდება. ამ პერიოდის მახასიათებელი არის, რომ იწყება ებრაელთა დევნა. დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანები ებრაელებში პრობლემას ვერ ხედავდნენ, ანუ მათ ურთიერთობაში პრობლემა არ ყოფილა. მე-10 საუკუნემდე ებრაელთა თემები დასავლეთში მრავალრიცხოვანი იყო და ძირითადად ვაჭრებისაგან შედგებოდა, რომლებიც ქრისტიანულ სამყაროსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობას ახორციელებდნენ. მე-11 საუკუნეში გერმანულ ქვეყნებში 4000 ებრაელი იყო დაახლოებით. მე-12 საუკუნეში კი ეს რიცხვი უკვე 20,000-მდე გაიზარდა. ებრაელებს იწვევდნენ ქრისტიანი მმართველები და მაღალი თანამდებობის პირები და დაწინაურებული ადამიანები, ბარონები, ჰერცოგები და ასე შემდეგ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი კარგი ექიმები იყვნენ, ამიტომ მაღალი წრის პირადი ექიმები ხშირად ებრაელები ხდებოდნენ. ებრაელთა დევნის დასაწყისად ასახელებენ ჯვაროსნულ ლაშქრობებს, კერძოდ იერუსალიმის აღებით ამ ქალაქთან დაკავშირებული ჯვარცმული ქრისტე, როგორც ებრაელთა მსხვერპლი იქნა აღქმული და ეს იწვევს ებრაელებთან მიმართებაში სწორედ მტრულ დამოკიდებულებას და სიძულვილს. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პირველი ეტაპის მეთაური იყო პიერ ამინიელი. დიდი გზა, რომელიც მან გამლო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებთან ერთად აღმოსავლეთისაკენ ცენტრალური ევროპის გავლით, ებრაელთა პირველ დარბევებს მოიცავს. ეს ებრაელები ამ გზებზე ცხოვრობდნენ და ამიტომ პირველად იწყება მათი რბევა და მომდევნო ხანებში ებრაელთა რბევას თან ახლდა მათი გასახლება, ასე მოხდა ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში. 8 ჯვაროსნული ლაშქრობა იყო და მხოლოდ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო შედეგიანი. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ იქმნება ჯვაროსნული სახელმწიფოები, იერუსალიმის სამეფო, ტრიპოლის საგრაფო, ედესის სამთავრო და ასე შემდეგ, მაგრამ პაპობა არ არის კმაყოფილი იმით, რაც განზრახული აქვთ. ისმის შეკითხვა, რატომ არის ეს ჯვაროსნული ლაშქრობები უშედეგო. ერთ-ერთი ქადაგების დროს პაპი გამოდის მრევლთან და სვამს ამ შეკითხვას სწორედ. ძალისხმევას არ ვიშურებთ, არც ადამიანურ და არც მატერიალურ რესურსს იმისათვის, რომ მოხდეს ის მთავარი და განთავისუფლეს ქრისტეს საფლავი, რაც არის უმთავრესი მისია ჯვაროსნული ლაშქრობებისაო, ამბობს პაპი, მაგრამ რა არის ამის მიზეზი, რომ ეს უშედეგოდ და წარმატების გარეშე მიმდინარეობს. და თავადვე სცემს პასუხს. ამის შედეგია ის, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობენ ერთგვარად ცოდვილი ადამიანები. და მაშინ ვინ უნდა წავიდეს ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ამბობს ის და თავად ამბობს, უცოდველები, ანუ ბავშვები. და იწყება მზადება ჯვაროსნული ლაშქრობისათვის, რომელშიც ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. გამოჩნდება ერთი პატარა ბიჭუნა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც საოცარი ქადაგებელი აღმოჩნდება, საოცარი ქადაგების ნიჭი აღმოაჩნდება და
ის დადის ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში და აგროვებს ბავშვებს ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის. ამ ლაშქრობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხადია, კატასტროფა გამოიწვია, რადგანაც ამ დიდ გზაზე შემდგარი ბავშვები, რომლებშიც ძალიან სწრაფად ხდებოდა გზაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ანუ იერუსალიმისაკენ, უამრავი დაავადებები ვრცელდებოდა, გადამდები დაავადებები, რომელიც ძალიან სწრაფად გადადიოდა ბავშვებში და მათ გარდაცვალებას იწვევდა, სადაც გზაზე რჩებოდნენ ისინი და ბოლოს, როდესაც მათ ჩააღწიეს კონსტანტინოპოლამდე, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ბავშვები, ნიკოლოზის მამამ, ვინც კი გაიყიდებოდა, გაყიდა და ვინც არა, ასე რაღაცა ბედის ანაბარად მიატოვა ფაქტობრივად. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე მომენტი ჯვაროსნული ლაშქრობის ისტორიაში. ასეთი იყო მე-12 საუკუნის მსოფლიოს აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები, ანუ დასავლური აზროვნების ძირითადი ასპექტები. ახლა შევეხეთ საქართველოს და ქართული საზოგადოების სააზროვნო სისტემას მე-12 საუკუნეში. მე-12 საუკუნის ქართული თვითცნობიერება იდენტობის მახასიათებლების განმტკიცებით ხასიათდება. ამ დროს იქნება თვისებრივად ახალი ქვეყანა, ახალი საგარეო პოლიტიკური სტატუსით, ამაღლებული სარწმუნოებრივი მიდგომით, ახალი სახელმწიფო ინსტიტუტებით, განსხვავებული მენტალობით, საქართველოს მრავალრიცხოვან ეთნოსთან მიერ, მოქალაქეობის სრული განცდით და რაც მთავარია, აბსოლუტური ჰარმონიით სამეფო ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ამ პერიოდის ქართული იდენტობის მახასიათებელია საერო და სასულიერო აზროვნების შერწყმა. ამის საილუსტრაციოდ ლექციაზე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას განვიხილავთ. პირველი შეკითხვა, რომელიც ისმება დავითთან დაკავშირებით, არის ის თუ რა მოხდა 1089 წელს. მოგეხსენებათ, ეს არის წელი, როდესაც დავითი ავიდა ტახტზე. მაგრამ სხვადასხვა გვარი აზრია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ამ დროს. ნაწილი მეცნიერებისა ფიქრობენ, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო გვირგვინის ნებაყოფლობითი გადაცემა გიორგი მეორის მიერ თავისი ვაჟისადმი. მოდით დავსვათ შეკითხვა, რა არის სახელმწიფო გადატრიალება. სახელმწიფო გადატრიალება ეს არის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ცვლილება. ამაში აუცილებლად არ იგულისხმება სამხედრო შეტაკება. რადგანაც მსოფლიოს ისტორიაში არის ასეთი შემთხვევები, როდესაც მოხდა ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილება, ანუ ზეწოლის შედეგად სახელმწიფოს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ არ დარღვევა სისხლი. არ მომხდარა სამხედრო შეტაკება, მაგრამ ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, რადგანაც აქ მოხდა სწორედ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ცვლილება. ასეთი რევოლუციები თანამედროვე რეალობაში ცნობილია, მაგალითად მე-20 საუკუნის რევოლუციები ევროპაში, მაგალითად ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია, როდესაც მოხდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ზეწოლის ცვლილება, მაგრამ არ მომხდარა სისხლიანი რევოლუცია და შეიცვალა ხელისუფლება, ისე რომ მეორე მხარეს დაუშვათ იყო კეთილგონიერება იმისა, რომ წასულიყო ხელისუფლებიდან. ასე ხდება სწორედ მე-20 საუკუნის ევროპულ რევოლუციებში. ვფიქრობ, რომ დაახლოებით იგივე ამბავს აქვს ადგილი დავით აღმაშენებლის გამეფებასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეცნიერთა ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო მეორე, რომელიც ფიქრობს, რომ ეს იყო გვირგვინის ნებაყოფლობითი გადაცემა, ვფიქრობ, ორივე ერთად იყო. დიახ, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგანაც სრულიად ახალგაზრდა გიორგი მეორე აიძულეს, რომ გადამდგარიყო ტახტიდან და თავისი ტახტი დაეთმო თავისი ვაჟისთვის, დავითისათვის, მაგრამ იყო მეორეც. მეორე მოსაზრებით, გიორგიმ თავისივე ხელით ნებაყოფლობით გადასცა ტახტი დავითს. რა თქმა უნდა იყო ესეც, რადგანაც გიორგი მეორეს იყო კეთილგონიერება იმისა, რომ წასულიყო ტახტიდან და არ მომხდარიყო ის სამხედრო შეტაკება, რასაც სისხლის ყრა მოყვებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მეცნიერთა ეს ორი ნაწილი, რომლებიც კამათობენ ერთმანეთში, აქ არაფერი საკამათო არ არის. ვფიქრობ, რომ ორივე ეს მოხდა. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება
და ეს იყო აგრეთვე გვირგვინის ნებაყოფლობით გადაცემა. ამ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 16 წლის დავითი ადის ტახტზე უკვე მწყობრად ჩამოყალიბებული გეგმით. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული პროგრამით წარსდგა ის ქართული საზოგადოების წინაშე და ასევე მიზანმიმართულად განაგრძო მისი განხორციელება 36 წლიანი მმართველობის პერიოდში. ქართლის ცხოვრება სამ პირს ასახელებს იმ მომენტთან დაკავშირებით, როდესაც დავითი ადის ტახტზე. ესენი არიან გიორგი მწიგნობართუხუცესი, ბერი არსენი და ბერი იოანე. დავითი მთელი ცხოვრება ინანიებდა მამის გადაყენებას. ამის დამადასტურებელი არის გალობანი სინანულისანი, ნაწარმოები, რომელსაც წერს დავითი თავის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიც სინანულის დიდი კანონის დარად არის დაწერილი. სწორედ ამ ძეგლში რამდენჯერმე დავითი წერს და ის ამბობს, უფალო, მიუტევე დავითს, ცოდვანი სიყრმისა და ცდომილებისანი, რომელშიც ვფიქრობ პირველ რიგში სწორედ ეს ამბავი მამამისის ტახტიდან გადაყენება უნდა ვიგულისხმოთ. საერო და სასულიერო აღზროვნების შერწყმა დავითის მოღვაწეობის წარმატების საწინდარია, რაც საეკლესიო იერარქებთან, მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან, არსენ ბერთან და საკუთარ მოძღვართან იოანესთან არის დაკავშირებული. მათთან კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გარეშე დავითი არც ერთ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხს არ წყვეტდა. ეს არ ნიშნავდა, რა თქმა უნდა, რომ მას საკუთარი აზრი არ გააჩნდა და ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებდა, რასაც ისინი ამბობდნენ, პირიქით. სწორედ მისი გადაწყვეტილების სისწორის გარანტი მეფის პოლიტიკურ ალღოსთან ერთად ამ საეკლესიო მოღვაწეთა ღვთივ განმბრძნობილი აზროვნება და გამოცდილება იყო. იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის აზროვნება აქვს დავითს და რაც თავარია დავითის დროინდელ საზოგადოებას, ძალიან საყურადღებო ქმედება მის მიერ მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის სახელოს გაერთიანება, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარების ახდათ აღიქმება. ანუ ქართულ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დავითმა ეს რეფორმა გაატარა მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის გაერთიანება იმისათვის, რომ მან თავის ტახტს, ანუ სახელმწიფოს დაუქვემდებარა ეკლესია. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ჩემს პოზიციას მოგახსენებთ. ვფიქრობთ, რომ დავით აღმაშენებლის მიზანს ეკლესიის სამეფო კარისადმი დამორჩილება არ წარმოადგენდა. მისი როგორც მეტად სულიერის და ღრმად მორწმუნე ადამიანისათვის ყველაზე ახლოს მდგომი და მოკავშირე სწორედ მაღალი საეკლესიო რანგის ფიგურა უნდა ყოფილიყო, რომელსაც გარკვეულწილად საერო საქმეების გაწყობაც დაევალებოდა. ვინ იყო მწიგნობართუხუცესი? მწიგნობართუხუცესი ეს იყო სამეფოს უმაღლესი მოხელე და მეფის შემდეგ პირველი პირი სახელმწიფოში. ის მიწის მფლობელობის და მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობით სრულიად განსხვავდებოდა სხვა საკარისკაცო თანამდებობებისაგან. რატომ? ის ბერი იყო. პირადი ქონების არ მქონე. ანუ მიწის მემკვიდრეობით გადაცემის ვალდებულებისაგან სრულიად თავისუფალი იყო. არ ყავდა მემკვიდრე და ვერც ვერავის გადასცემდა და აქედან გამომდინარე სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას უალტერნატივოდ უჭერდა მხარს. ვინ იყო ჭყონდიდელი? ჭყონდიდელი, ანუ ჭყონდიდის საეპისკოპოსოს მწყემსთავარი, დასავლეთ საქართველოს ყველაზე აღზევებულ კათედრას წარმოადგენდა. ეხლა რა პოლიტიკური ვითარებაა ამ დროს? იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა თბილისი სელჯუკებს უპყრიათ, სამეფო ტახტი ქუთაისშია და დავითის უმთავრეს მიზანს, დედაქალაქის გათავისუფლება და ერთიანი ქართული სამეფო ტახტის თბილისში გადატანა წარმოადგენდა, სამეფო კარზე ჭყონდიდელის დაწინაურებას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ჩემი აზრით. რისთვის? დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს დაახლოება შერწყმისათვის ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ეს იყო
ამ ორი სახელოს გაერთიანების რეალური მიზეზი. ამრიგად, დავით აღმაშენებლის გადაწყვეტილება მის მიერ ეკლესიაში ჩატარებულ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ერთობის იდენტობის მთავარი ნიშნულის რელიგიური ნიშნულის გამტკიცებას ემსახურებოდა. თავის გადაწყვეტილი ჰქონდა თბილისის აღება. გათვლილი იყო, რომ მისი მეფობის ბოლოს უნდა მომხდარიყო ეს. ამიტომ წიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის გაერთიანება და მათ შორის ჭყონდიდელის მნიშვნელოვნად როლის გაზდა, ვფიქრობ ერთი მიზეზისაც იყო განპირობებული, იმისათვის, რომ დასავლელ ქართველებისათვის გარკვეულწილად ცოტა უფრო ადვილი ყოფილიყო დედაქალაქის გადატანა დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ვფიქრობ, რომ დავითმა გააკეთა ის, რომ ჭყონდიდელს, ანუ მათ უმაღლეს საეკლესიო პირს, სახელმწიფოში მეორე კაცის ტიტული მიანიჭა. ანუ წიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი, როგორც გითხარით, მეორე პირია სახელმწიფოში მეფის შემდეგ. ამიტომ ჭყონდიდელის ასეთი დაწინაურება ერთგვარად ალბათ ვფიქრობ, რომ ფიქრობდა დავითი, რომ ნაკლებად გამოიწვევდა სწორედ დასავლელ ქართველებისათვის დედაქალაქის გადატანის სიმძიმეს. დავითმა საქართველოში ცხოვრებ ყველა ეთნოს შორის მოქალაქეობის სრული შეგნება, ჩამოაყალიბა და ვფიქრობ, რომ შექმნა მოქალაქეობის ინსტიტუტი საქართველოში. ეს მან მეფე ხელისუფალის პირადი მაგალითის ფონზე ჩამოაყალიბა. ამის ნიმუში არის დავითის ურთიერთობა ყივჩაღებთან, სომხებთან, თბილისის მუსლიმ მოსახლეობასთან. დავითის პირადი მაგალითია, რასაც ის აჩვენებს და რაც აბსოლუტურად მისაღები ხდება საზოგადოებისათვის. ჩამოსახლებული ყივჩაღების სრული ასიმილაცია მოხდა ქართულ ეთნოსთან. 1018 წელს დავითმა ჩამოასახლა ყივჩაღები საქართველოში იმისათვის, რომ შეექმნა მუდმივი ჯარი. აქამდე საქართველოში მუდმივი ჯარი არ ყოფილა. ყივჩაღთა მმართველის ათრახა შარაღანიძის ასული არის დავითის მეუღლე. და ჩამოსახლებული 40,000 ოჯახი, თუმცა დღეს ახლა სხვადასხვა მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუ რამდენი იყო ეს ოჯახი და იყო თუ არა მართლაც ასეთი მრავალი ცხოვრება, მაგრამ დღეს ახლა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩამოასახლა დავითმა საქართველოში და თითოეულ ოჯახში ან თითოეულ კომლში 7-8 წევრი უნდა ყოფილიყო. ანუ დაახლოებით ეს რომ წარმოვიდგინოთ, არის 300,000 კაცი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრალდებოდა. და ეს ისე შეერწყა ქართულ ერთობას, რომ მალე მათი კვალიც კი დაიკარგა. ისმის შეკითხვა, რატომ არ შეეშინდა დავითს ამ უცხო ტომელების ჩასახლება, თან კომპაქტურად რაღაცა ერთ ადგილას დაასახლა. აი ერთ რაღაცა პარალელს მოვიტან, როდესაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თურქი მესხები უნდა ჩამოესახლებინათ საქართველოში, ჯერდი ეს თვითონ ტერმინი თურქი მესხი არასწორი ტერმინია, რადგანაც ეს ეხება ქართულ მაჰმადიანებს. ალბათ უფრო სწორი ტერმინი არის ქართული მაჰმადიანები და თურქი მესხი, რადგანაც თურქი მესხი ეს არის ორივე ეთნიკური ტერმინი და არ შეიძლება ადამიანი თან ეთნიკურად მესხი იყოს და თან თურქი. მოკლედ, როდესაც დაიწყო ამაზე საუბარი, ძალიან შეშინდა ქართული ერთობა და ქართულ საზოგადოებაში დიდი შიში და გულისწყრომა გამოიწვია ამან, იმიტომ რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი ჩამოსახლებით ქართულ იდენტობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებოდა, იმიტომ რომ ეს სხვა რელიგიის ქართველობა გამოიწვევდა აქ განსაკუთრებულ ცვლილებას. მაგრამ ისმის შეკითხვა, რატომ მაშინ მე-12 საუკუნეში დავითს არ შეეშინდა ამ უცხო ტომელების ჩამოსახლება და მათი კომპაქტურად დასახლება? პასუხი ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ დავითს ჰქონდა საკუთარი თავისა და საზოგადოების იმედი, რომ საზოგადოებას ჰქონდა ისეთი ღირებულებები, ისეთ მყარ ნიადაგზე იდგა, რომ თუნდაც 300,000 უცხო ტომელის ჩამოსახლება მათ ღირებულებებზე, მათ მენტალობაზე, მათ უმთავრეს ღირებულებით მარკერზე, რელიგიაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა, მაგრამ რატომ შეეშინდა თანამედროვე ქართველობას? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ღირებულებები, ჩვენ არ ვართ დაფუძნებული იმ ღირებულებათა სისტემაზე, რომელზეც მყარად ვდგავართ. ამიტომ დავითის დროს ჩამოსახლებული ყივჩაღები ისე შეერწყდნენ სწრაფად ქართულ ერთობას, რომ როგორც გითხარით, მალე მათი კვალიც კი გაქრა. მხოლოდ თამარის დროს არის ასეთი საუბარი ადამიანზე, რომ ესო ნაყივჩაღარი ყუბასარიაო.
ანუ ეს იყო ყუბასარი, რომელსაც როგორც ჩანს წინაპრები ყავდა ყივჩაღები, მაგრამ ნაყივჩაღარი ნიშნავს იმას, რომ ახლა დღეს ის ყივჩაღი აღარ იყო. ამის შემდეგ საერთოდ ყივჩაღთა ხსენება აღარც არის. ქართული სახელმწიფო დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს სომეხთა ქართულ სამყაროში შემოსაყვანად და საერთო შემწყნარებლურ პოლიტიკასთან ერთად ფრთხილად, მაგრამ მაინც ცდილობს მონოფიზით სომეხთა მართლმადიდებლობაზე მოქცევას. იმ პერიოდის სომეხი ისტორიკოსები მათეო ცურჰაეცი, ვარდან არეველცი დიდ სიმპათიებს ავლენენ დავითისადმი, რაც სომეხი ისტორიკოსებისათვის ძალიან უცხოა. და ამ პერიოდის ისტორიკოსები, ანუ მე-12-13 საუკუნის ისტორიკოსები მას სომხეთის მხსნელს და მათი რელიგიის პატივისცემელს უწოდებენ. დავითი ხშირად დადის სომხურ ეკლესიაში. დავითი შედის მეჩეთსა და სინაგოგაში. ცხადია, ის არ იღებს მონაწილეობას რელიგიურ რიტუალში. მაგრამ როდესაც მუსლიმი პარასკევ დღეს, როდესაც არის დიდი ლოცვა, ნამაზი და ყველაზე წმინდა დღე არის პარასკევი დღე მუსლიმებისთვის, როდესაც მუსლიმი იქ მუხლმოყრით ლოცულობს პარასკევს დღეს, მან იცის, რომ იქ მეჩეთის კუთხეში დგას მეფე, რომელიც არ არის მხოლოდ ქართველთა მეფე, რომელიც არის მისი მეფეც. ამიტომ მისი ლოიალობა, მისი დამოკიდებულება ქართული ერთობისადმი და რაც მთავარია სახელმწიფოსადმი ძალიან ერთგული არის. როდესაც საწინამძღვრე ჯვარი მიყვებოდა დავით აღმაშენებლის ლაშქარს, ამ ჯარში იყვნენ მუსლიმები, ამ ჯარში იყვნენ სომეხი მონოფიზიტები, ამ ჯარში იყვნენ ყივჩაღები. მათ არავითარი პროტესტი არ ჰქონდათ იმის მიმართ, რომ რატომ მიყვებიან ჯვარს. რადგანაც ეს ჯვარი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური ნიშნული მათთვის, არამედ ეს იყო სახელმწიფოებრივი ნიშნული. მათ ყველამ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო მათი იდენტობის, ანუ ქართველთა იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. რომ მათი ბედნიერება და მათი კეთილდღეობა პირდაპირ იყო დაკავშირებული სახელმწიფოს კეთილდღეობასთან. ამიტომ არიან ასეთი ლოიალურები ეს სხვა რელიგიის წარმომადგენლების. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს იყო მოქალაქეობის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა ამ მრავალეროვან და მრავალ რელიგიურ სახელმწიფოში, საქართველოში განხორციელდა სწორედ ეს. დავით აღმაშენებლის ინიციატივით დაარსდა სასამართლო ორგანო სააჯო კარი, რომელიც იყო სასამართლო ორგანო. და დაბალ ინსტანციებში თუ კი ადამიანი ვერ იპოვიდა სამართალს, ის უსამართლო გადაწყვეტილებები სწორედ აქ სააჯო კარში იხილებოდა. სააჯო კარს მართავდა გიორგი მწიგნობართუხუცესი, რომელიც წარმართავდა ამ პროცესს და ძირითადად მონიტორინგს უწევდა და აგრეთვე ორშაბათობით გადიოდა დავითიც. დავითი თვალყურს ადევნებდა და ესწრებოდა სააჯო კარის მუშაობას, რომელსაც ხშირად ეროვნული უმცირესობანიც მიმართავდნენ. როდესაც ადამიანი მიდიოდა თავისი საქმის გასარჩევად და იქ არც მეტი არც ნაკლები საქართველოს მეფე ხდებოდა, ეს იყო იმ დროისთვის საოცარი რამ, რადგანაც მისი ლოიალობა, მისი ერთგულება, მისი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ კიდევ უფრო მეტად იზრდება და მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი არის პირდაპირ პროპორციული მისი ბედნიერებისა. ყველა მოქალაქე სრულუფლებიანი იყო, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსისა. დავითმა შექმნა მსტოვართა ინსტიტუტი. მსტოვართა ინსტიტუტი ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც დღეს ახლა დაახლოებით პოლიციური აპარატი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ. ამიტომ მსტოვრები იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც ნიშნავდა იმათ, რომ მათ ინფორმაცია მოქონდათ როგორც თვითონ ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან. წყარო წერს, რომ ყოველდღე თვითონ მსტოვარი მაინც მოდიოდა დავითთან. ანუ ეს რას ნიშნავდა? ის საქმის კურსში იყო და ყველაფერი იცოდა, რა ხდებოდა იმ დროს. ყველა ეს ქმედება და მისი ყველა ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს თავი სრულუფლებიან მოქალაქე გაიგრძნო, მიუხედავად მისი წარმომავლობისა
თუ რელიგიური მწამსისა. ეს ცხადია ქართული ერთობის მდგრადობას ემსახურებოდა, როცა როგორც ვთქვით, საწინამძღვრა ჯვარს მიყვებოდა მაგალითად, არაქართველი მან იცოდა, რომ ეს ჯვარი მისი ქვეყნისთვის იყო უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა ეთნოსის სახელმწიფოებრივი აზროვნება იყო ერთნაირი, რაც სწორედ იმ პოლიტიკის დამსახურება იყო, რასაც დავითი ატარებს. დავითმა შექმნა დაუმონებელი თავისუფლება. ამრიგად, დავით აღმაშენებელმა გაამყარა უფრო მეტად არა მეფის, არამედ მსახურის ინსტიტუტი. დავითი უფრო მსახურებს და არა მეფობს. ეს ნიშნავს, რომ მართველი თავის თავს განუკუთვნებს იმ პრინციპებს, რაცაც ქრისტიანობა ქადაგებს. დავითს ეკლესიასთან თანაშემოქმედებითობა აქვს. ცოცხალი კავშირი აქვს ღმერთთან. ხოლო დიდ რწმენას, რომელიც ჰქონდა მას, შეეძლო გამოეწვია საზოგადოების ასეთი მეტამორფოზა. დავითმა ღირებულებითად სწორი ორიენტირები დაუსახა საზოგადოებას. პირადი მაგალითით და საზოგადოება გაყვა მას. დავითი აშენებს არა ძლიერ სახელმწიფოს, არამედ ძლიერ საზოგადოებას. დავითის დროს საქართველოში ერთმანეთს შეხვდა პოლიტიკური ხელისუფლება, რელიგიური ხელისუფლება და საზოგადოება. მათ შორის დიალოგი შედგა. ღირებულებებისადმი ერთგულება ყველა ამ შტოს მახასიათებელია. ყველაზე მეტად ვფიქრობ, სწორედ ეს პრობლემა დგას თანამედროვე საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს გაზიარებული ღირებულებები. რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი ლექცია მე-12 საუკუნის მსოფლიოს და საქართველოს განვითარების და აზროვნების ძირითად ორიენტირებს შეეხებოდა. შეიძლება დავასკვნოთ, რომ ევროპასა და საქართველოში განსხვავებული დამოკიდებულებაა ქრისტიანული ღირებულებების მიმართ. თუ ევროპაში მიდის პროცესი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის, ამაში გულისხმობ გრიგორიანულ რეფორმას, საქართველოში ეკლესია უახლოვდება სახელმწიფოს. საეკლესიო პირები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერო ცხოვრებაში. ერთმანეთს უახლოვდება სახელმწიფო და ეკლესია. დავითის დამოკიდებულება, მისი ცოცხალი კონტაქტი ღმერთთან, ანუ სინერგია, რომელიც დავითს აქვს ღმერთთან, სწორედ ამ შედეგის მომტანი არის. სახელმწიფოში ძლიერდება რელიგიური ფასეულობები და პირდაპირ პროპორციულად ძლიერდება სახელმწიფოც. მადლობა ყურადღებისათვის.